ეკრანზე თქვენ ახლა რასაც ხედავთ, არ არის რაიმე ანიმაცია ან რაიმე ფილმი. მეტიც, ნებისმიერ შეუძლია ასეთ რაღაცეები გააკეთოს. მაგალითად, არა აუცილებელი ესეთი რაღაც ელვები იყოს ან ღრუბლები. შეგვიძლია ასევე ასეთი გამოსახულება შექმნათ. რაღაც ტუნელში რო ვიყოთ და რაღაცეები რო ტრიალებდეს. ან თუნდაც თუ ანიმეს ფანი ხართ, მაგალითად ძალიან ლამაზი Dragon Ball-ი შექმნათ. ეს გრაფიკული გამოსახულებები არის ჩვეულებრივი კომპიუტერული პროგრამები, რომლის გაშვებისას აი ესეთ გამოსახულებებს გვიჩვენებს ეკრანზე. თუ შევხედოთ რა ქმნის ამ გამოსახულებას, დახედავთ, რომ თითქოს ბევრი არაფერია. აი ამ პატარა, ძალიან პატარა ტექსტით ხდება აი ეს ყველაფერი. შეგვიძლია აქ ნებისმიერი პარამეტრი შევცვალოთ და რაღაც ახალ გამოსახულებას მივიღებთ. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და როგორ შეგვიძლია ჩვენს ანალოგიური გავაკეთოთ, უნდა გავიაზროთ თუ რა არის OpenGL, რა არის shaderi და შემდეგ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი გამოსახულებების შესაქმნელად. ჩვენი პირველი და მთავარი დავალება იქნება შექმნათ რაღაც ეკრანი და მასზე დავყაროთ სამკუთხედი. ამიტომ მოგესალმებით თქვენს თავგადასავალზე სამკუთხედის შექმნაში. მოკლედ გადმოვინაცვლეს C#-ის ახალ კონსოლ აპლიკაციაში. მინდა აღნიშნო, რომ ამ ვიდეო გაკვეთილების გასავლელად მე უკვე წარმოდგენაში მაქვს, რომ თქვენ იცით პროგრამირება და ასევე იცით რა არის კლასები. რომ აი როგორღაც შეგეძლება თქვენ მომყვეთ ამ ვიდეო გაკვეთილებში. მოკლედ, პირველ რიგში რატომ C#? სინამდვილეში OpenGL-ის კოდის წერა შეიძლება C#-შიც, შეიძლება ასევე C++-შიც, შეიძლება ასევე C-შიც და მგონი აბსოლუტურად ყველა პროგრამირების ენაში შეიძლება OpenGL-ით კოდის წერა. ასევე შეიძლება Python-შიც. მაგრამ მე ამ ვიდეო გაკვეთილებში გამოვიყენებ C#-ს. C++-ისთვის იქნება ვიდეო გაკვეთილები, თუმცა აი ეგ იქნება ფასიანი. რადგან ეს პატარა თემა განვიხილეთ, მოდი ახლა დავიწყოთ რაღაცეების ახსნა. პირველ რიგში ვარ ახლა მე ახალ კონსოლ აპლიკაციის პროექტში. მაქვს საკერ პროგრამ.cs მხოლოდ და ამ კოდში მაქვს ჩაწერილი რაღაც console write line-ები. მოდი პირველ რიგში დავტოვებ მხოლოდ ერთს. და ჩვენ ყველას გვეცოდინება თუ აი რას აკეთებს ეს კოდი. რომ ჩავთო პროგრამა და ეწერება hello world კონსოლში. მე რომ ეს console.write line დავაკოპირო და დავწერო 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ. ასევე მეცოდინება თუ რა მოხდება, როდესაც ამ პროგრამას ჩართო. აეწერება hello world 1111. თუ მინდა რომ თანმიმდევრობა შევამოწმო კოდის გაშვების, შემიძლია ასევე დავწერო აი ეს. და ზუსტად ვიცი რომ პირველ რიგში ჯერ პირველი ხაზი კოდი იქნება გაშვებული, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და ბოლოს მეოთხე. ამის შემოწმება ასევე შეიძლება breakpoint-ებითაც. აი ეგრე დაეწერა console write line, console write line, console write line. და მორჩა პროგრამა. და რატომ ვლაპარაკობთ ახლა ამას? ანუ ჩვენ ვიცით რომ კოდს როდესაც ვრთავ, პროგრამა იშვება თანმიმდევრობით. და ჩვენ ასევე რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენს კოდს. არის რომ ეს კოდი არის გაშვებული ჩვენს CPU-ზე. ჩვენი CPU ამუშავებს ამ კოდს. და როგორ ამუშავებს CPU რაღაც კოდს ან პროგრამას? პასუხი არის ესეთი. თანმიმდევრობით მიყვება ყველაფერს. ამ შემთხვევაში ჯერ პირველ ხაზს გაუშვებს, შემდეგ მეორეს, შემდეგ მესამეს და ბოლოს მეოთხეს. ანუ CPU ძალიან კარგად მუშაობს, როდესაც თანმიმდევრობით ასრულებს რაღაც სამუშაოს. თქვენ ასევე გეცოდინებათ multithreading-ი, თუმცა ახლა ამ წუთას multithreading-ზე არ ვისაუბრებ. მაგრამ ძირითადად CPU თანმიმდევრობით უშვებს მხოლოდ კოდს. მაგრამ არა ამ შემთხვევაში აი რა განსხვავებაა ჩვენს GPU-სა და CPU-ს შორის. GPU-ს შემთხვევაში შეგიძლიათ ესე წარმოედგინოთ. CPU არის ერთი ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც შეუძლია თანმიმდევრობით სამუშაო შეასრულოს. მაგრამ ჩვენს GPU-ს შემთხვევაში წარმოედგინეთ, რომ მას აქვს უამრავი პატარა პროცესორები, პატარა CPU-ები. აი ეს. და როდესაც ჩვენ რაღაც პროგრამის ჩართვა გვინდა CPU-ზე ან GPU-ზე უბრალოდ მუშაობა, მაშინ ესეთ რაღაცას აკეთებს ჩვენი GPU. აიღებს მთელ პროგრამას, მაგალითად აი ეს. გადავეცეთ ეს GPU-ს და GPU ამ პროგრამას უშვებს ყველა პროცესორზე.
წარმოვიგეთ რამხელა პრივილეგია აქვს GPU-ს და CPU-ს შორის. თუმცა GPU, CPU-ები გაცილებით ნაკლებად მძლავრი არის ვიდრე ჩვენი მთავარი CPU. და ალბათ მთავარი განსხვავება ამათ CPU-ებს შორის ესეც არის. მაგრამ GPU-ს ეს რაღაც ფუნება, რომ შეუძლია ერთდროულად უამრავ პროცესორზე გაუშვას პროგრამები. საშუალებას იძლევა, რომ მაგალითად ეკრანზე დავხატოთ რაღაცეები. ზუსტად ეს მიზეზი არის, თუ ეკრანზე ამდენი პატარა პიქსელის ხატვა არ გვიძნელდება. ეს ერთი დახატა აქვს, მერე მეორე დახატა აქვს და ეს შეგვიძლია შევასვამ მთლიანი ეკრანი GPU-ების დახმარებით. ანუ თანმიმდევრობით კი არ გააფერადებს ყველაფერს, არამედ მთლიან ეკრანს შეუძლია შეუდგეს GPU ერთდროულად. კარგი, რადგან აქამდე მივედით. ახლა ჩვენ გვაინტერესებს. რა ქვია იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ უშვებთ GPU-ზე? შეიძლება იფიქროთ ეგ. აქ არის ჩვენი CPU, აქ არის ჩვენი GPU და აქ არის ჩვენი პროგრამა. და ამ პროგრამას, რომელსაც ჩვენ უშვებთ GPU-ზე, ამას ხომ უნდა ქონდეს რაღაც სახელი. და პასუხია კი, ამას ქვია shaderi. პროგრამას, რომელსაც GPU-ზე უშვებთ, ქვია shaderi. Shaderi არსებობს ორნაირი. ერთი არის vertex shaderi და მეორე ასევე არის fragment shaderi. რა განსხვავებაა vertex და fragment shaderi შორის? ერთი პრინციპში მნიშვნელოვანი განსხვავება. vertex shaderi რაღაც მონაცემებს ამზადებს, რომ შემდეგ იმ მონაცემებით შეგვიძლიოს დახატვა. ხოლო შემდეგ ამ მონაცემებს გადასცემს fragment shaders და fragment shaderi ამ მონაცემებს იყენებს, რომ უშუალოდ დახატოს ეკრანზე ყველაფერი. ანუ fragment shaderi არის ის shaderi, რომელიც ეკრანზე ხატავს ყველაფერს. სხვა shaderi-ების არსებობს, თუმცა ძირითადად ამ ორზე ვისაუბრებთ ამ ვიდეო გაკვეთილებში. მოდი ახლა ეს ყველაფერი წავშალოთ. რადგან რაღაც კუთხით გვესმის თუ GPU რა არის და რა ფუნქცია აქვს, მოდი ასევე ვისაუბროთ თუ რა არის მაშინ OpenGL. OpenGL ფერს გონია, რომ არის რაღაც library. მაქვს ეს OpenGL სადღაც და OpenGL-ის გამოსაყენებლად გჭირდება რაღაც library. ან OpenGL თვითონ არის library. და პასუხი არის, რომ ეს ესე არ არის. თვითონ OpenGL არ არის რაღაც ბიბლიოთეკა ან library. მაშინ რა არის? ისმება ესეთი კითხვა. და პასუხი არის, რომ OpenGL არის ერთ-ერთი ხერხი, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ GPU-სთან. წარმოვიდგინეთ, ყველა GPU-ში უკვე ჩასანებული არის OpenGL და ჩვენ უბრალოდ ის უნდა გამოვიყენოთ. და ბიბლიოთეკები, როდესაც გვაქვს ჩვენ ბიბლიოთეკას მხოლოდ იმაში ვიყენებთ, რომ ფუნქციები, რაც არსებობს OpenGL-ში, უბრალოდ გადმოვიტანოთ კოდის სახით. და სინამდვილეში ფუნქციები, ანუ ბიბლიოთეკები გვჭირდება ამისთვის, რომ გარკვეული ფუნქციები ამოვიღოთ OpenGL-დან და დავარქვათ რაღაც სახელი. და შემდეგ შეგვიძლია ეს კოდი ან C#-ში გამოვიყენოთ, ან C-ში, ან C++-ში და ასე შემდეგ. რადგან გავარკვიეთ ახლა რა არის OpenGL, ვიდეო კარტა რას აკეთებს და ასევე ბიბლიოთეკები რა შეგვჭირდება OpenGL-ში, მოდი ახლა შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა რაღაც package OpenGL-ის კოდის აწერად. ამიტომ მე გადავალ აქ, ჩემს პროექტზე დავაჭერ Margin Relax და დავაჭერ Manage NuGet Packages. და მოძებნი აქ უკვე მოძებნილია, არის ჭირდება OpenTK. და ეს ყველაფერი უნდა ჩავიწერთ. როდესაც ჩაიწერს, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ბრაუზერში და შევხედოთ OpenTK sites. ეს არის OpenTK.net დახრილი ხაზი learn. და აქ არის ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყო კოდის წერა, როგორ უნდა გამოიყენო OpenGL და როგორ უნდა გამოიყენო OpenTK. ჩვენ პირველ გრაფას არ შევეხებით, რადგან OpenGL-ზე უკვე ვისაუბრეთ. ამიტომ გადავალ უშუალოდ ამ ბიბლიოთეკის გამოყენებაზე. და აქ არის ფანჯრის შექმნა. კიდევ ერთი რაზეც მინდოდა მესაუბრა, არის რომ OpenGL-ის როდესაც ვიყენებთ, მას ჭირდება რაღაც კონტექსტი. კონტექსტი რა არის? მაგალითად, ჩვენ შევქმნით ფანჯარა. და ამ ფანჯარაზე უნდა დავხატოთ რაღაცეები. ეს ფანჯარა არის ამ შემთხვევაში OpenGL კონტექსტი. ანუ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია რაღაცეების დახატვა, ამას ქვია კონტექსტი.
და კონტექსტი ჭირდება OpenGL-ს, რომ იცოდეს, რომ აი სად უნდა დავხატო რაღაცები და სად უნდა გავუშვა ჩემი ოპერაციები. პასუხი ამ შემთხვევაში იქნება რაღაც ფანჯარა, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ახლა კი მოდი შევუდგეთ ამ ფანჯრის შექმნას. თუ შევხედოთ OpenDK საიტზე რა ხდება, გვეუბნება, რომ უნდა შევქმნათ რაღაც კლასი. და ეს კლასი იქნება game window. ამით შეგვეძლება ჩვენ რაღაც ფანჯრის შექმნა. მოდი, გადავიდეთ აქ და შევქმნათ ახალი ფაილი. მე ამ კლასს დავარქმევ games. გვაქვს ეს კლასი game და ეს მემკვიდრეობით უნდა გადმოდიოდეს game window-ისგან. ახლა კი ამას დაჭირდება თავისი კონსტრუქტორი და დავაჭიროთ generate constructor. მოდი ცოტა გამოვზვლავ, რომ შევხედოთ რა ხდება. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, რომ რაღაც Windows setting-ები და native Windows setting-ები დავაყენოთ ჩვენს ფანჯარაზე. ამას აკეთებს base კონსტრუქტორი game window-ის. ამას დიად არ შევეხებთ. გასაგებია აქ რას ხდება. თუნდაც ჩვენ შეიძლება აქ ასევე დავჭირდეს int width, int height, რომ გასაზღვროთ ჩვენი CX და სიგანე ამ ფანჯრის და string title. ახლა კი მოდი გადავინაცვლოთ საიტზე და შევხედოთ რამე ხო არ გავავრჩა. და აქ კონსტრუქტორში არის გაწერილი, რომ ჩვენ size-ი უნდა დავაყენოთ და title. ამიტომ მოდი გადავალ აქ და დავწერ size უდრის with the height და title უდრის ჩვენი title. ეს ასე. ეს არის ჩვენი game window. ახლა ამის გასაშვებად გადავალ პროგრამ წერტილი-C-ში და დავწერ game უდრის new game. გავუწეროთ ახლა პარამეტრები. მაგალითად, მე მინდა ამის რეზოლუცია იყოს 940, 960, 540 და title ექნება my game. მოდი გადავიდეთ ასევე game-ში და რაღაცეები გამოგჩა. ჩვენ არ გვინდა რომ კონსტრუქტორში ჩვენ თვითონ მივუწოდოთ ეს game setting-ები. ამიტომ ამ გრაფას წავშლი. თუმცა აქ რადგან game window setting-ებს უნდა მივუწოდოთ, უნდა დავწეროთ game window settings წერტილი default და შემდეგ native window settings წერტილი default. და ახლა ჩვენ უკვე მზად ვართ. გადავიდეთ პროგრამში. და როგორც ხედავთ, უკვე შეგვიძლია გავუშვათ ჩვენი პროგრამა. მაგრამ აქ არ დაგვისრულებია კოდი. აქ უნდა დავწეროთ game.run. უკვე როდესაც გავხსნით პროგრამას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა ფანჯარა. მართალია ცოტა არეულია გზომები, თეთრად აჩვენებს უკან, შავად სხვა ადგილებში, მაგრამ ნუ ყველაფერი მუშაობს. ჩვენ ასევე გვაქვს ბევრი ფუნქციები გამზადებული აი ამ game class-ში. რომ გადავიდეთ აქ და დავწეროთ override, დაინახოთ ძალიან ბევრ რამეს. On render, on resize, on text input, on unload და ასე შემდეგ. რისთვის არის ესენი? რომ დავაკვირდეთ მაგალითად override, on update. On update არის ფუნქცია, რომელიც oval frame-ზე გაიშვება. აი წარმოგიდგენთ, თუ 60 FPS-ი გვაქვს, ანუ 60 ჯერ იშვება კოდი ჩვენს კოდში, ჩვენს პროგრამაში, მაშინ ყოველ კოდის გაშვებაზე ჩვენ on update-ში გადმოვდივართ და აი ამ კოდსაც გამოვიყენებთ. თუ 60 FPS-ი გვაქვს, წამში 60 ჯერ, თუ 120 FPS-ი გვაქვს, წამში 120 ჯერ და ასე შემდეგ. მოდი ახლა გადავიდეთ აქ და რაღაცა დავწეროთ. მაგალითად, რაღაც ღილაკის დაჭერისას მინდა პროგრამა გავთიშო. დავწერ if keyboard state წერტილი is key down და შემდეგ უნდა მივუთითოთ რა ღილაკს ვაჭერთ. Open TKS keys გამოვიყენებთ. ავიღებ ამას და დავუწერ usings. დავწერ keys წერტილი escape. და თუ escape-ს დავაჭირე, მე მინდა პროგრამა გავთიშო. პროგრამის გასათიშად არსებობს ესეთი ფუნქცია close. ახლა კი მოდით ჩავთვალოთ, შევხედოთ, დავაჭიროთ escape-ს და პროგრამა გაითიშა. ეს იყო პირველი ეტაპი ჩვენს კოდში. დავბრუნდეთ ახლა ჩვენს ბრაუზერში და გადავიდეთ შემდეგ გრაფაში. ეს არის hello triangle. Hello triangle არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა. ეს არის რაღაც სამკუთხედის დახატვა ჩვენს ეკრანზე. და მოდი პრინციპში აი ამ რაღაცებს მივხედოთ. პირველი, რაც გვინდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ესეთი ფუნქცია on render frame.
და აქ კოდს უშვებ ჩვენ სანამ ეკრანზე დაიხატება რაღაცეები. ამიტომ მოდი გადავიდეთ აქ game-ში. on update-ის ქვევით ჩავალ და დავწერ override on render frame. on render frame-ში შემიძლია ახლა დავწერო ასეთი რაღაც. დავწერ gl და გამოვიყენოთ OpenGL 4. წერტილი set clear color. და აქ შემიძლია მე დავაყენო რაღაც ფერი. მაგალითად color 4 წერტილი white ან რამე უკეთეს. color 4. aqua. როდესაც დავაყენებ მე clear color შემიძლია დავწერო gl წერტილი clear. და შეიძლება უნდა დავწერო რავს წმინდა. ამ შემთხვევაში რომ გადავიდე ბრაუზერში, აქ წერია რომ color buffer bit. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? და აქ პატარა პრობლემა აქვს, აქ clear color კი უნდა დავწერო, აქ უნდა დავწერო clear. და მივუძიოთ რას წმინდოთ. რომ ჩართო პროგრამა, მოდი live-ში ნახოთ ჯერ ასაკეთებს. და როგორც გავთ ჯერ არაფერს. როგორ მუშაობს OpenGL ამ შემთხვევაში? ჩვენ პირველ რიგში შეგვიძლია დავაყენოთ თუ მთლიანი ეკრანი რა ფერში გვინდა გავაფერადოთ. მაგალითად ავირჩიეთ მწვანე. OpenGL ადგება და აი ამ ეკრანს გააფერადებს მწვანედ. და ესეც ასე იქნება. შემდეგ დავაყენეთ აქ ფერი და clear-ს რო დავწერთ, შეგვიძლია მონიშნოთ რისი გაწმენდა გვინდა. color buffer bit, წარმოგიდგენთ ბაფერი არის უბრალოდ მეხსიერება. რაღაც მეხსიერების ბლოკი. რაღაც მეხსიერების ბლოკში გვიწერია თუ რა ფერები არის ეკრანზე. და მე მინდა რომ ეს ფერების მეხსიერება რაღაც ბაფერი გავწმინდო. და ამ ბაფერს გაწმინდავს და იქნება მთლიან დახა მწვანე ფერის. მაგრამ ნახეთ რა ხდება. მე მინდა წარმოგიდგენთ OpenGL-ის რაღაც ფანჯარა აი ასე. მაქვს რაღაც ფანჯარა და ამ ფანჯრის უკან არის კიდევ ერთი ფანჯარა. პირველ რიგში ვხატავთ აი აქ და შემდეგ უნდა უთხრათ OpenGL-ს აი აქ რაც დახატე, გამოაჩინე ჩემს თავარ ეკრანს. ამიტომ რადგან აი აქამდე გადავედით, ეწერება აგერ ბრაუზერშიც swap buffers. და swap buffers ნიშნავს აი ამას. მოდი ჩავიდეთ ქვევით და დავწეროთ swap buffers. და ახლა რადგან ეს დავწერეთ, რომ ჩართო პროგრამა, აი აგერ რაღაც სხვა ფერში გადამიყვანა clear color. ახლა clear color-ის დაყენება არის საჭირო მხოლოდ ერთხელ. ამიტომ ავალზევით და კონსტრუქტორის ქვევით გამოვიყენო კიდევ ერთ ფუნქციას. ეს არის onload. onload ფუნქცია გაიშვება კონსტრუქტორის შემდეგ და გამოვიყენოთ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცეები ჩავტვირთოთ. ამიტომ აქ დავწერ gl.clear color. და მოდი რაღაც ჩვენი ფერი დავაყენოთ აქ. დავწერ new color 4. დავაყენოთ რაღაც ფერი. აქ ფერები განისაზღვრება RGB8. ვინც არ იცით RGBA რას ნიშნავს? R ნიშნავს წითელს. G ნიშნავს მწვანეს. B ნიშნავს plus. და A ნიშნავს alpha-ს. Alpha არის გამჭვირვალობა. თუ alpha არის 0, მაშინ თლიან გამჭვირვალე იქნება ფერი და აი ამ ფერს ვერ დავინახოთ. თუ alpha არის 255, ამ ფერს თლიან ხედავთ. თუ არის სადღაც შუაში, იქნება ნახევრად გამჭვირვალე. და ამას ნიშნავს RGBA. ჩვენ RGBA მონაცემებს წერთ 0-დან 255-ის ჩათვლით. ანუ 256 რიცხვი განსაზღვრავს თუ ფერში რამდენი წითელი იქნება, რამდენი მწვანე და რამდენი ლურჯი. თუ RGB-ს გაერთიანებ ბოლომდე და ყველა 255-ზე გვექნება, აქედან ამოღებული ფერი იქნება თეთრი. ხოლო თუ 0 არის R, G და B-ც, ნუ ამოღებული ფერი იქნება შავი. ამიტომ მოდი ახლა შევუდგეთ საქმეს. აქ დავწერ, მინდა დავწერ 100, 50 და 255. ანუ 200 აი ეს. ალფაც მივუწიოთ 255 და ნახოთ რა ფერი გამოვა. გამოვიდა რაღაც მოიასამისფრო. და იყოს, მე ეს მაწყობს. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. რამდენად ხშირად ან რას ხშირად დავდება ამ ვიდეოებს არ ვიცი, თუმცა ელოდეთ შემდეგს, რადგან შემდეგს თუ არა, მაგის შემდეგ ვიდეოზე ალბათ სამკუთხედს დავხატავთ.